მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა. ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პიროვნება. იფიქრეთ მასზე და ვიზეც ფიქრობთ, გავიგოთ რამდენი და როგორი პერსპექტივები გაქვთ ამ ადამიანთან. ეს არის გაშლა წყვილებზე, უფრო მეტად ჩაფიქრებული მაქვს ასე. ნახოთ იდენტიფიკაციით, რამდენად დაემთხოვა და მიხვდებით თქვენზე. გაშლას უყურეთ ბოლომდე ყველა ვარიანტში და ლაიკები არ დაგეძაროთ. მეგობრებო, გაზიარებები, მოწონებები, თქვენი კომენტარები ენერგოცვლისთვის აუცილებელია დამიჯერეთ როგორც თქვენთვის, ასევე ჩემთვის და უცნობი ადამიანებისთვისაც მეტი შანსებია თქვენი ლაიკებით და გაზიარებებით, რომ უცნობებმაც გამოიწერონ ეს გვერდი და მიიღონ საჭირო ინფორმაციები ჩემგან, რომელსაც მე გაწვდით ხოლმე ყოველთვის, როცა მცალია. წავედით ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ? რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. 10 პენტაკლი. ძირითადად 10 პენტაკლი ეს არის უკვე დაოჯახებული პიროვნება, ან ეხლა დაოჯახებული ხართ, არ ვიცი, მაინც ჩემი ხმა მოგწონთ თუ როგორც მიწერთ კომენტარებში თუ ესე იგი განქორწინების ზღვარზე ხართ და ამიტომ მიჩვენებს კარტი თქვენ დაოჯახებას, ან არის სხვა ვარიანტი თუ დაოჯახებული არ ხართ, მაშინ იმ შემთხვევაში თქვენ ხართ ძალიან ისეთ ენერგიაში, რომელიც აი როგორ გითხრათ, ღირებულია თქვენთვის ოჯახური სტაბილურობა, ოჯახური ფუძე, აი ეს ხელის მოწერა, ეს ჯვრის დაწერა, ძალიან მნიშვნელოვანი თემატიკაა თქვენთვის, ანუ უბრალოდ აი ესეთი შეხვედრები და ურთიერთობები თუ დაქორწინებული არ ხართ იმ ადამიანებისთვის ვიძახით, თქვენთვის არ არის. არ გხიბლავთ ესეთი ურთიერთობები, არ ილტვით ასეთი რაღაცა რა პერიოდის გართობაზე და ურთიერთობაზე, უფრო მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ოჯახური, ფინანსური სტაბილურობაც და ამ კარტით საერთოდ ოჯახის კულტი გაქვთ, როგორც ესეთი, აი ძალიან მეოჯახე ადამიანი ხართ, როგორც ესეთი, თუ დაოჯახებული არ ხართ, იმ შემთხვევაში კიდე რა ენერგიებში ხართ, რომ მიხვდეთ. ორიან ჟეზლი, გადაწყვეტილების მიღება ცოტა არ იყოს გიჭირთ, ამ კარტით ცოტა მერყეობთ, ცოტა არ იყოს მერყევი პიროვნება ხართ, რომ აი ეს არის თუ არ არის, ეს ძალიან ბევრს ფიქრობთ ხოლმე. და 5-1000 რაღაცა წარსულზე გულდაწყვეტილი პიროვნება ხართ, მოდი ესე ვიტყვი. ან განქორწინებული თუ ხართ, იმ შემთხვევაში თქვენ წარსულ ყოფილ მეუღლეზე ძალიან გულდაწყვეტილი ხართ, რომ მასთან ურთიერთობა საბოლოოდ არ გამოვიდა თქვენი ოჯახური სტაბილურობა და დაინგრა, ამაზე ამ ყველაფერს მისტირით, მაგრამ 5-1000 იმასაც გეტყვით, რომ ყველა ვარიანტში სტანდარტულ ტაროში არის 5-1000, სადაც 3 დაღვრილია და იმ 3 დაღვრილს მისტირი ხართ იმ წარსულს, მაგრამ 2 ფეხზე დგას ხოლმე როგორც წესი და შანსები იმისი, რომ ურთიერთობა აღდგეს, თუ მოინდომებთ და ჩადებთ ამაში ენერგეტიკას სამყაროსგან გაქვთ. ამ კარტით, რომლითაც ხა მე რომანტიული ტაროთი გიკეთებთ გაშლას, ამ კალოდაში ეს თასები არ ჩანს, მაგრამ 5-1000 არის სადღაც დეპრესიული ვითარება, რაღაცნაირი არაკმაყოფილი, მოკლედ, რო ვთქვათ, თქვენი ურთიერთობა იქნება ეს ოჯახური, რომელიც ახლა გაქვთ, თუ ის ურთიერთობა, რომელშიც გინდათ, რომ დაინახოთ ეს ოჯახური სტაბილურობა, ყოველ შემთხვევაში რაღაცას მისტირი ხართ წარსულის ენერგეტიკით, რაღაცა არ ვიცი, ნერვიულობთ ბავშვების მომავალზე, პაშთასი ამოდის აქ, ბავშვური ენერგეტიკა, ბავშვების სიყვარული გინდათ ეს იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა ქორწინებაში იმყოფებით და განქორწინების ზღვარზე ხართ, თუ უბრალოდ ურთიერთობაში ატყობთ, რომ რაღაცეები ვერ გამოგდით, ბავშვებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ და აქედან გამომდინარე რაღაცეებისკენ თავს იკავებთ, მაღალი არკანი, მე-20 მაღალი არკანი ამოდის, ბევრი ნაწილისთვის, 70-80%-ისთვის, ვინც დაქორწინებული ხართ და განქორწინების ზღვარზე ხართ, ასე ვიტყოდი, აი ამ განქორწინებისგან თავს იკავებთ და ვცდილობთ, რომ აღდგეს თქვენი სტაბილური ურთიერთობა, თქვენი ემოციური ფონი ოჯახში და აი ეს გაივლის მომენტი და გადავაგორებთ ერთად და უნდა გაუძლო და ავიტანო ეს მომენტი, იმიტომ რომ დანგრევა ძალიან იოლია, ყველამ ვიცით, წამებში ინგრევა, რამდენად შეინარჩუნებ და რამდენად გიყვარს და ჩადებ ამ ენერგეტიკაში, რომ აი რთული პერიოდიც ერთად გაატარო და გადაიტანო. აი
სწორედ წლებიდან გამობრძენებული აი ამ ყველა შეცდომებით ორივე მხრიდან საერთოდ როგორც წესი ერთი მხრიდან არ არის ხოლმე შეცდომები ორივე მხარე რომ ერთის შეცდომისას მეორე აიტანს და გადაიტანს და მაინც ერთად გავიტანთ ამ სოფელს და ამ წუთის სოფელს აი ესეთი ენერგეტიკა გაქვთ ქორწინებაში ვინც იმყოფებით იმ ადამიანებისთვის ვიძახი ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენი შვილების მომავალზე რომ აი რო დაანგრიოთ მერე დედის გარეშე თუ მამის გარეშე როგორ იქნება ასე ვთქვათ მისი მომავალი როგორ აღიზრდება როგორი ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდება თქვენ შვილს და აი ამ თემებზე ძალიან ბევრს ფიქრობთ ეს ვინც ქორწინებაში იმყოფებით ვინც ქორწინებაში არ იმყოფებით ამოდის რუიან თასი ემოციური ფონი გაქვთ ისეთი რომ აი ეჭვობთ კიდევაც როგორც აჩვენებენ ძალიან ბევრი ესეთი მერყეობის მომენტი გაქვთ და საერთოდ ტიპაჟი ხართ ისეთი რომ აი ასჯერ უნდა გათვალოს და ერთხელ გაჭრას რომ დარწმუნდება ესე იგი თავიდან ბოლომდე რომ ჩემია ეს პიროვნება ამ მომენტისთვისაც თითქოს რაღაცნაირად ემოციებიდან შებრუნებული გრძნობთ თქვენ თავს და შებრუნდით ამ ურთიერთობიდან ეს ემოციური ფონი არ გაგმაყოფილებთ და არ მოგწონთ რაც ეხლა ურთიერთობაში გაქვთ ყველა ვარიანტში ორივე სქესისთვის არის გაშლა და ქორწინებაში ხართ თუ არა ხართ ქორწინებაში ემოციური ფონი რომელიც ახლა თქვენ ურთიერთობაში გაქვთ არ მოგწონთ ეს იქნება ყველასთვის რა პერსპექტივები გაქვთ ურთიერთობაში გავიგოთ იმ შემთხვევაში თუ ხართ ქორწინებაში მოდით ცალ-ცალკე ვიტყვი ესე იგი ბედის ბორბალისგან ნამდვილად გექნებათ ის შემოთავაზება და შემთხვევა და ციკლური პერიოდი რომ აი ყველაფერი ისევ დაალაგდება ნახეთ ისევ ჩახუტებულები არიან ისევ გუგულები ვიჩხურტულებენ ისევ თავი თავს მიდებული აქვთ ისევ გადააგორეს ეს ცუდი პერიოდი, იმიტომ რომ ისევ რატო ვიძახი, იმიტომ რომ ბედის ბორბალი ტრიალებს არ ბრუნდება და ციკლურად გაქვთ რაღაცა პერიოდებში სიცივე ურთიერთობაში, გაურკვევლობა, ეჭვიანობა, რაღაცა ფინანსური მხარიდან მოდის 10-იან პენტაკლით თქვენ ურთიერთობაში, რომ ფინანსური მხარე ძაბავს ამ თქვენ ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას, ასეც იქნება ნაწილისთვის და ამასაც ვიძახი. ყველა სიტყვა ყველასთვის არ საერთო გაშლაში არ მოქმედებს, მეგობრებო, იცოდეთ და უნდა იცოდეთ ეს. მოკლედ, ბედის ბორბალისგან გექნებათ ისევ ციკლურად ეს პერიოდი შერიგების, დათბობის, გაჟღურტულების ერთმანეთთან. ვინც ჯერ ქორწინებაში არ ხართ, მაშინ იმათთვის იმათთვის მე-19 მაღალი არკანი ამოდის მზე, ძალიან კარგი კარტია, საერთოდ ცუდი კარტი რო ყოველთვის ვიძახი, ტაროში არ არსებობს, მაგრამ ასეთი დადებითი ერთ-ერთი მაღალი არკანი, რომელიც არის მნიშვნელოვანი გამონათება თქვენ ურთიერთობაში და დათბობას გულისხმობ და გამონათებას ამ ურთიერთობაში გექნებათ აუცილებლად, იმიტომ რომ ტუზ ჟეზლი და ტუზ პენტაკლი გვერდ ამოდის მეგობრებო, ძალიან კარგი შანსები გექნებათ სამყაროსგან იმისი, რომ ხელახალი სული შთაბეროთ თქვენ ურთიერთობას, აი იმ პარტნიორზე გვაქვს ხა საუბარი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ და აქედან გამომდინარე სხვა ახალს არ ვკითხულობ. თუმცა ახალიც შეიძლება გამოჩნდეს რაღაც პერიოდში პარტნიორად მეფე ამოდის ხბლის, ეს შეიძლება იყოს ორგანოების თანამშრომელი, მოსამართლე, ადვოკატი, ასევე ძალიან ჰაერისტიკია ხშირად არის ხოლმე ხმლის მეფე, ეს შეიძლება იყოს ტყუპების ასწორი ან მერწყოლის ნიშანი, მაგრამ აუცილებელი არ არის ჰოროსკოპი. ძალიან გონება განვითარებული და ცოტა ესეთი ტიპაჟი, რომელიც ემოციურ ფონს ბევრად არ აჩვენებს, შეიძლება განქორწინებულიც იყოს, ამასაც ვიტყვი. ეს რაღაც პერიოდის მერე გამოჩნდეს, მაგრამ თქვენ ურთიერთობაზე, რომელიც ეხლა ჩაიფიქრეთ იმ პარტნიორთან, ტუზ ჟეზლი და ტუზ პენტაკლი გეტყვით, რომ ძალიან კარგი შანსები გექნებათ სამყაროსგან დათბეს თქვენი ურთიერთობა და ახალი ძალით შთაიბეროს და ახალი ცეცხლით რომელიც ჟეზლი მას თქვენთან მიმართებაში ნამდვილად გამოჩნდება რომ აქვს და შანსსაც მისცემს სამყარო რომ ეს ურთიერთობა ახლებურად თბილად დაიწყოთ და ისე ხურვალეთ არა მხოლოდ თბილად ნამდვილად გექნებათ რჩევა თქვენთვის რა არის ყველა ვარიანტში კონფლიქტში ნუ ჩაებმებით ნურც ერთ ვარიანტში ნურც ერთი მხარე მაპატიეთ მეგობრებო, გაგვაწყვეტინეს კონფლიქტს ერიდეთ ყველა ვარიანტში და ასე ვთქვათ ენერგო ბალანს
ენერგო ბალანსი და აბალანსეთ ენერგია თქვენი ემოციური